თქვენ არცევთ არავის აზრს პატივს, თქვენ უნდა გადადგეთ და თქვენ უნდა ვიდრე გადადგებით, თქვენ ახლავე პირდაპირ ეთერში უნდა მოგცეთ ახლავე პირობა, რომ ჩვენ ყოველდღიურად ქართული საზოგადოება მოვა აქ და ყოველდღიურად ეკრება ეთერი ქართულ საზოგადოებას. თქვენ ახლავე ჩვენი მაყურებლის წინაშე მოგცემთ პირობას, რომ ქართული ხალხი მოვა აქ და ყოველდღე იქნება ეთერი, ვიდრე ივანიშვილი ეს არამზადა რუსეთის მონა და FSB-შნიკი თავისი ამ დამკაშებით ვასილ მაღლაფერიძე რობოკოპი რო გამომიგზავნეთ აქ ფოიეში რო იდგა ეს ნაგავი მართლა არამზადა და ზვიადრატიანი რომელიც მე ვარაფერ ფორმაზე არ შევთანხმებულო ფორმატი არის სიტყვის თავისუფლება თუ არის დაცული მე სიტყვის თავისუფლები აგერ გურამ როგავას ფოტო მიჭირავს აქ გურამ როგავას თქვენი კოლეგის რომელიც დღე-დაღამი ეს ფოტო უნდა ტრიალებდეს აქ პირდაპირ ეთერში და თქვენ თუ გაქვთ მორალი და სინდისი და ელემენტარული სამოქალაქო პასუხისმგებლობა თქვენ უნდა გადადგეთ მითხარით პირდაპირ ეთერში მიეცით ქართულ საზოგადოებას პირდაპირ ეთერში მიეცით ქართულ საზოგადოებას პირობა ვიდრე თქვენ გადადგებით რომ თქვენ აქ იქნება ყოველდღე ეთერი ქართული საზოგადოება აქ მოვა და მანიფესტანტები აქ მოვლენ და აქ მიმართავენ ქართულ ხალხს მთელი საქართველოს მასშტაბით აქ არამზადა პაპუაშვილი იჯდა დე-ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე არამზადა კობახიძე აქ ეს არამზადები რუსეთუმეები რომელიც საქართველოს რუსეთზე ყიდიან აქ ისხდნენ და აქ ტყუილებს ავცელებენ პროპაგანდისტულ ტყუილებს აქ პაპუაშვილი გუშინწინ აქ მოვედი მარტო მე და რამდენიმე ადამიანი და თქვენ არ შემომიშვით აქ რომ მისთვის პასუხი გამეცა პაპუაშვილი აქ იჯდა და ამბობდა რომ ევროკავშირში თურმე ქართული ღვინო არ გაიყიდება თურმე შენგენის ზონაში არ შეუშვებენ დსთ-ის ქვეყნის წარმომადგენლებს და თურმე ევროკავშირი არ გჭირდება და თურმე ღირსებით ევროპისკენ მივდივართ ვის ატყუებენ ესენი ეს არამზადები და პუტინმა მიულოცა იმ დღესვე პუტინმა მიულოცა პუტინმა ამ არამზადამ ამიტომ ქართული მე თქვენ არ გესაუბრებით არა თქვენ არ უნდა გესაუბროთ ჩვენ ვსაუბრობთ აქ ქართული ხალხის ხმა ისმის აქ როგორც იქნა თქვენ რეიტინგი გაქვთ დღეს და აგერ რამდენიმე მაყურებელი გაქვთ დღეს ინტერნეტში თუ სატელევიზიო ეთერშიც ვინაიდან ქართული ხალხის ხმა როგორც იქნა გაისმა აქ ვასილ მაღლაფერიძე მედროვე შენ შევარდნაძის თავრობაშიც რო იყავი სააკაშვილის გუბერნატორიც რო იყავი ქართული ოცნების პარტიის თავმჯდომარის მოადგილე იყავი და მე ახლა ბორდის თავმჯდომარე ხარ მედროვე შენი მედროვეობა უნდა დამთავრდეს და შენაირი მედროვეების აქ ზვიადრატიანი რომელიც ცოტა ხნის წინ გამოვიდა ციხიდან ახლა ზვიადრატიანი რომელიც აგერ არის აგერ ვიდეო მაქვს ხოლმე ვერ მოვასწრებ ამის გახსნას რომელიც გაატარეს თქვენ ნახეთ ამ არამზადებმა ხარებას ამ კრიმინალებმა გაატარეს ცემაცემით ზვიადრატიანი რომელიც 5 წელი ზვიადრატიანის გამო აქვს ტელევიზია თქვენთან არ მოვდივართ იმიტომ რომ ვასილ მაღლაფერიძემ და სხვებმა რა გაუკეთეს მას განდევნეს დაამცირეს და დღეს კიდე 2 დღე იზოლატორში ამყოფეს ქართველი პოეტი ზვიადრატიანი და ვასილ მაღლაფერიძეს ბოდიშიც არ მოუხდია ამის გამო და კიდე აქ არის და ყელყელაობს აქ გამოდის და გველაპარაკება რაღაცეებზე მე არ გელაპარაკებით თქვენ უნდა გადადგეთ და თქვენ ეხლავე პირობა უნდა მოგცეთ ქართულ ერს უნდა მიცეთ პირობა რომ ყოველდღე აქ იქნება ეთერი იმიტომ რომ მოვა მანიფესტაცია ყოველდღე აწი ყოველდღე მოვა აქ მანიფესტაცია და ყოველდღე ქართული ხალხი შემოვა აქ სპიკერებით და მიმართავენ ქართულ ხალხს მთელი საქართველოს მასშტაბით თქვენ ტვისურეთს ხავთ აქ ხალხს რეგიონებში იმიტომ რომ რეგიონებში არ არის არა ვერ დავწყდები თქვენ დაწყდით თქვენ და გამწეთ ორი პასუხი გაქვთ პირობა უნდა მოცეთ არა თქვენ და დისკუსიაში არ შემოვთ თქვენ და გამწეთ პასუხი თქვენ უნდა თქვათ მე აქ მარსი და კი არ ჩამოვარდნილა ვარდების რევოლუციამ და კოკაღანდიაშვილთან ასე შემოვარდით მე და დათო ტურაშვილი იმიტომ რომ მაშინაც აქ რო ვინც ყავთ მედროვეები ნუგზარ ფოფხაძიდან მოყოლებული მაშინაც ეს მედროვეები ახლა ხოცების მხარეს არიან ყველა დროის კარიერისტები მათ შორის ვასილ მაღლაფერიძე თქვენ მენუმასწავლით რა ვილაპარაკო და როგორ სიტყვის თავისუფლებას ხვალო ცენზურის კანონი შემოაქვს ქართულ ოცნებას ცენზურის კანონი საბჭოთა კავშირში და ეს არამზადა რუსეთუმე მოღალატე დე-ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი რომელიც ხალხს ატყუებს და თურმე საბჭოთა კავშირი კარგი იყო და თურმე საბჭოთა კავშირი ჯობდა ევროკავშირს ეს არამზადა თვითმარქვია საქართველოს ყავს მეგობრებო საქართველოს ყავს ლეგიტიმური ხელისუფალი ერთადერთი ეს არის სალომე ზურაბიშვილი დღეს სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა განცხადება თქვა რომ არაფერი არ იცვლება ის რჩება საქართველოს პრეზიდენტად და ეს უვიცი უწიგნური უდიპლომო დიახ უდიპლომო მათ შორის იმიტომ რომ ფედერაციაში სპორტის ფედერაციაში კი ვერ აირჩიეს ფეხბურთის რა კი დიპლომი არ ქონდა და ფეხბურთის საზოგადოებამაც კი გამოისროლა უკან და ივანიშვილმა ამ FSB-შნიკმა რუსეთის აგენტმა და ჩვენ საქართველოს დამღუპავმა
აი ესე დაგვაკნინა რომ ყაველაშვილი დაგვისვა თავზე. და თურმე ყაველაშვილი უნდა იყოს პრეზიდენტი და ზვიად გამსახურდია საფლავში უნდა ჩავაფურთხოთ, ესე იგი ივანიშვილი აფურთხებს ზვიად გამსახურდია საფლავში, რომ ყაველაშვილი იყოს, რომ რუსები იყვნენ ბედნიერები, რომ აი ვერ შემდგარი სახელმწიფო, აი რა უწიგნური ყავთ, აი როგორი ანტიდასავლელი ყავთ, რომელიც იგინება, დაგინება, ყველაფერს კადრულობს. აი ესეთი კაცი ყავთ. და თქვენ გინდათ რომ ეს ვაღიაროთ პრეზიდენტების მერე? და აი გურამ როგავას, რომელიც თითქმის სიკვდილამდე მიიყვანა. სიკვდილამდე მიიყვანა იმ არამზადამ კრიმინალმა. გურამ როგავას ფოტო უნდა ტრიალებდეს დღე-დაღამე აქ. და ხალხი უნდა მოდიოდეს აქ და ლაპარაკობდეს. თქვენ ამიტომ ორი რაღაცა უნდა თქვათ ახლა. ორი რაღაცა, მე თქვენ და დისკუსია არ მაინტერესებს. სიტყვის თავისუფლებაზე აქ ლექსის საკითხვას არ ვარ. თქვენ უნდა თქვათ, პირობა უნდა მოგცეთ, რომ ხალხი აქ მოვა და ყოველდღე ექნება ეთერი. და არა თქვენ რაღაცა დრონი იმიდან, მარსიდან რო იღებთ დრონით, რომ ვითომ ცოტა ხალხი არის, რომ დააწნაროთ ეს თქვენი ივანიშვილი და თქვენი იერარქიაში მდგომი ეს ხალხი. ეს გვიმრაძე, ეს ვიღაცა გვიმრაძე როგორ მიაყერა ფიზიკური შეურაცხყოფა ნინია კაკაბაძეს და იმის მერე რა მორალური უფლება აქვს რომ აქ იყოს და სიტყვიერიც მათ შორის რა მორალური უფლება აქვს აქ რომ იყოს რა სამოქალაქო რა ადამიანური რომელიც საერთოდ რა ცნებებზე ვლაპარაკობთ საერთოდ ეს არამზადან იმიტომ რომ გაუვიდათ და იმიტომ და მართალია ხო აქ თქვენი თანამშრომელიც მათ შორის იმიტომ რომ ქართულმა საზოგადოებამ კიდე ბევრმა უთმინა სხვადასხვა მიზეზით და მოიტყუა თავი როგორ შეიძლება გვიმრაძე ამის მერე აქ იჯდეს ტელევიზიაში და აქ ეთერიდან მიმართავდეს ვინმეს ეს პროპაგანდისტი ეს რუსეთის პროპაგანდისტი და ხალხი ლაპარაკობს რომ თურმე ისევ ღირსებით ევროპისკენ მიდიან დამთავრდა ივანიშვილმა დაასრულა პუტინი ულოცავს რა 2028 წელი რით ვეღარ მიხვდით დამთავრდა გამოდით ქუჩაში ყველა გამოდით რომ დასრულდეს ეს რეჟიმი რუსული რეჟიმი გამოდით ქუჩაში ყველანი ეს ეთერი იქნება ქართული საზოგადოების ქართველი ხალხის მომეცით პირობა მომეცით ახლავე პირობა რომ ყოველ დღე ქართველი ხალხი აქ იქნება ეთერში მომეცით ახლავე პირობა პირველ რიგში ბატონო ლაშა ამ ტონით ნუ საუბრობ არა ძალიან საუბრობ იმ ტონით რატო როგორ ტერორს აწყობს ქართული ოცნება ქუჩებში ქართული ოცნება და თქვენ გურამ როგავას და არ უშვებთ ხალხს რომელიც ამას ამ კადრებს უნდა ატრიალებდეთ ამ კადრებს უნდა ატრიალებდეთ გურამ როგავას ფიზიკური მარიამ გაფრინდაშვილი და ჟურნალისტები თქვენ ღედაღამეს უნდა ატრიალებდეს აი ეს სიმწვავე უნდა იყოს ეს სიმწვავე უნდა იყოს გასაგებია ერთი ეს სიმწვავე უნდა იყოს აქ მე ხო უნდა გიპასუხოთ რა უნდა მივასწროთ თქვენ უნდა მომცეთ პირობა თქვენ უნდა მომცეთ პირობა რომ აქ ხალხი ყოველ დღე ამ ეთერში ხოლმე მაინტერესებს თქვენ მე იმ პირობას არ ვიძლევი რასაც არ ვასრულებ ამ ტონით საუბარი ეს თუ ნორმალური გონია ეხა ვინც მაყურებელი ჩვენ გვყვარს აი ამ ტონით ერთი წუთი ეს არ არის სწორი დამოუკიდებელი და თავისუფალი მედია თქვენი თანამშრომლები შემოდიან სტუდიაში ახლა აშკარად მათ უნდათ რომ გადაფარონ ის რაც ივანოვ ჩეხოვნა ძალიან ასუხი აგეთ რომ ისინი ეთერში არ შემოვლენ ჩვენ დროს არ